მოგესალმებით პასუხო ტელემაყურებლებო ჩვენს ტრადიციულ გადაცემაში ლიტერატურა და ხელოვნება. დღეს ჩვენი გადაცემა იქნება თემატიური. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ თემაზე იქნება, ერთ თემისადმი იქნება მიძღვნილი და კერძოდ სამშობლოს სიყვარული, ჩვენ მიწაწმის სიყვარული, მამულზე ზრუნვა, მამულზე ფიქრი, მამულის სიყვარული. აი ის თემა რის შესახებაც დღეს ლექსებს წაიკითხავენ თქვენთვის მაკა ბოლევი, ოთარ ქუთათელაძე, ნინო ბასილაშვილი, აკაკი ბიძინაშვილი და კობა გაბეშია. მამოსულ სახურებდა მადლობას როდიმოვე, როდი ხოველი მთის თუ არის ღმერთის განძია. მეთქმის ვანძია, ნიკორწმინდა სვეტი ცხოველი, ხმები ხოველი შორედიდან ერთვის ტანძია. მტერი დღესაც ყავს უცხები და ისტორიული ღირია ჭობენ მიწაზე, ჭობენ რიწაზე და გვავიწყონ ის დრომ ზიური თითქოს ტყიური ვამპირები როკვენ ნიშანზე. რაღაღაზუმან ვალსაცამლი და საფიცარნი და სხვა ვინც არის ქეთევანი უწამინდია, უქმად მიგდია ფარხმალი და დასწა ის არის დაკარხდის ზარი გულში ცეცხლია, უწყად მითია. თელავის დილა უდგავარიქ სადაც ფესვი ედგა ერეკლე მეფეს. ურფა თელავი დაკსაქსურა ვიწრო ქუჩება გავცქერის სივრცეს და ფიქრებში პაწუხებს ღმერთებს დილის სიგრილე სასიამოდ მელაქოსება. კავკასიონის ფერდობებზე სოფლები ძველი ფერკრთალ ბინდბუდში ციალებენ ფუტკრის კედივი. ზღაპრულ ფუცლებად გადიშალა ალაზნის ველი და ამეწყველდა ფიროსმანის ნახატები. თეთრი ფუდები ანაპერწყვდნენ მთის მწვერვალების და განთიადი მოეპარათ და დიდებულ კახებს. ამოიზიდნენ სიბნელიდან მთების მალები თითქოს მომხდურებს ძველებურად უგებენ მახებს. სააციაგ და დიდი დროა შემდეგ ბინდამდე დილა იწყება უკეთესის ნატრით და ლოცვით, თანდათანობით დაითვითა ნისკრის ტირკვადე, ბაზის ფესვებში ჩაიწურა ლაზგის და ცოცხლი. გრემის სასახლე აღმართულა თასზე თასავით, რამდენჯერ ტეხეს, ციხე კოშკი ტეხეს, შიგნიდან შორს, ალავერდი მოზიდულა რაკეტასთავით, დედას ლევანას მოძახილი მესმის შილდიდან. ნაბარეულის ვენახების არაჩანს ხვარი, ცოტა უფრო შორს იორთქლება თორღვა საბანო, იმის იქით კი თათუშეთის ვია კარი ეწვიეთ, დათკბით, დაისვენეთ ღმერთმა გაამოთ. ბაშიაჩუკის ქვაბულების იწმის გუგული, იყავთო შოთას უყდავს საქმეს ყლავაც მინატრის, შუამთის მხრიდან ნიავს მოაქვს რუდუნით ნაიარევი სურნელება ქალთა მონასტრის. აგერ ხელმარჯვნივ წინანდალის კიპაროსები ჭავჭავადეთა ბაღ ედემში ხესასწაული, ილიას მცემაც ჩამოიხსნეს ბნელ სამოსები, იქ ყვარლელებმა ჩამოასხეს კინძმარაული. არტემი მძლავრად შეეხეთქა სისა კამარა, შეკრა ირაო, თავს მოექცა მთებსა და ქედებს, ასე მგონია იაკობის გულ გასახარად ლეკეთში, მძევლად გატაცებულ კეთოს თუედეს. კავკასიონის ფერდობებზე სოფლები ძველი, მზელ განათა, აღარ ჩანან ფუტკრის კებივით, ფერად ფუცლებად გადაშლილა ალაზნის ველი. მიმოფანტული ფიროსმანის ნახატები. იჩქარეთ, აქეთ, საწრაფოდ მოვით.
წყალზე იღბლიას, ბეწვის ხიდებით ომში გივლია, რა იყავ მაინც, რა ნიჭი გქონდა, ქართული მიწის შენ ხარ ბიბლია. გაუცებულ ვარ, მაგრამ ასია, შემოგიხაზა ხმით კავკასია, ერთ ჯგუფად შევკარ, კოლხეთი ქართლი, ჩვენი დიდება მაგ შემფარშია. მოვსულ ვართ ერთად, დაგვჭირდით კიდევ, დაჩუქილები ელაფტარს გინდეთ. განგვიკითხე და შეგვინდეთ ცოტვა, შემოეშველე შენ შვილებს რითმე, იჩქარეთ აკეთ. ზეიმზე მოდით, ნახეთ გელათში საფლავის ოზი, მის ქვეშ დავითის სულის წვერი, თითო ხაზით, ჩემ გადაწყვეტ. ამ ვენებს ასე რომ ნატრობს ვიღაც, ზეს ამურივი თავზე რომ გვადგას, კლდეში ჩარჩენილ ზაყარს დაიგავს, წმინდანი თოვლის ბროლივით ქათქას, წვერვალებს ცისკენ, რომ ძალუց ტოლვა, ვეფხვის და მოყვის რომ შერჩათ ჯიში, ყველას თავისი სახელი რომ აქვს, გამორჩეული ჭირსა და ხინში, წყაროებს, ტყეებს, ამ მდინარეებს, ციხებს, აზრებს, ქცეულებს მისნად, იდგორისა და ხტანისის დღეებს, წინაპარი რომ ხარჯავდა სისხლად, კლდებზე მოსულ ქართლა და გრიგას, დაჭანჭროებში ჩაფრენილ სიოს, ზვრებში ჩარჩენილ გულსა და ჯიგარს, ისრიდან შობილ თერხსა და რიონს, ცისკა ბადონზე აფრენილ არტილს, ხორდებზე მოსულ აყაჩოს ბრიალს, შენი სულის და სხეულის ნაწილს, ამ მიწას შენი სამშობლო ჰქვიან, ამაზე მეტი რა გინდა ჯილდო, ბედნიერი ხარ მერყუნი ამით, შენ უნდა მისი უღელი ზიდო, ის არ დაუთმო არავის წამით. ღირსეული წინაპრები, მოვინახულე საძვალეები ადამიანთა ვიზით, ქიციც ვისწავლეთ, გავითავისეთ და ქიცვაც ვიცვიცით. არ უმძიმდებათ ძველ სხეულები, ღვთისგან აკურთხი მიწით. მამულისათვის, როგორც მიწაზე, იქაც შეკრულან ფიცით. განთიერთი თაწმინდა ჩაფიქრებულა შეხურებს ცისკრის ვარსკვლავსა, მნათობის სხივებს მაღლით ფენს თავდადებული საფლავსა, დადუმებულა მთაწმინდა ისმენს დუდუნსა მტკვრისასა, მდინარე ნანას უმღერის რაინდსა უჩსა მტვრისასა. თაწმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილოს სამარეს, მამა დავითს ავედრებს აბარებს ქვეყნის მოყარეს. გოსანი გრძნობა მორევით თვალსაურებს არემარესა და გულის პასუხს ნარნარად უმღერის თურქა მხარესა. ცაფირუს ხმერეთ ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო, სნეული დაუბრუნებულ ვარ მკურნალად შემეყარეო. ვერავიტანე ოფლობა სისხლის ცრემლები უყარეო, წამწრია სულმა და გულმა შენს ნახვას დავეჩქარეო. წინ მომეგებენ ღიმილით შენი მზე შენი მთვარეო, გუნდი და გუნდი ვასხლავნი მოკაშკაში მოელვარეო. გულში ფეთქა სიამე, სევდები უკუ უხარეო, ია და ვარდი დამჭკნარი ხელახლა გამიხარეო. ცაფირუს ხმერეთ ზურმუხტო სული ჩამდგმელო მხარეო, შენი ვარ შენთვის მოვკვდები, შენზე გვემგლოვიარეო. ნურც მკვდარს გამწირა, ნურც ცოცხალს, ზეკალთა დამაფარეო და რომ მოვკვდები გახსოვდეს, ამდერძი დავიბარეო. დედა შვილობამ ბევრს არ გთხო, შენს მიწას მიმაფარეო. ცაფირუს ხმერეთ ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარე. ცრემლის ნადირალი, გარითმული, თაგანდელო, გაურითმავ სამშობლო,
დაჩეხილი საქართველო ჩემს შვილს როგორ ვაჩვენო როგორ უთხრა აღარა გაქვს არტამუჯი ხახული როგორ უთხრა ბებერციხეს ვერციც ვეღარ გაუძლო როგორ უთხრა ჩადრი ფარასოს თუ კიდევ ოსკია თუ ქართველ გელს ეს საჯიჩე ჯუზუსკერტი მოშლია როგორ უთხრა არხლის სიზმრებს კლავზე ვეღარ გადიწევ ჩემი ჩემად რომ არ არის რითუშველო სხვა მიწევს როგორ უთხრა აფხაზეთის სახეთკილი სურია და იქიდან ზედნადელი მტერს ჩვენს სისხლად სურია როგორ უთხრა რით აუხსნა რატომ დამატარავდი იმიტომ რომ ყველა ჩუმად გზარცვავდით და ყარავდით იმიტომ რომ შენი ბედი ყველას ფეხზე გვეკიდა როს მტერს მოყვრად შემოარდით მიწა უგდეთ მერდი რა მოუთხოვ რით აუხსნა როგორ უთხრა ძლიერ გარითმული მცადამდელო გაგუთმა სამშობლო გაყიდული საქართველო ჩემს შვილს როგორ ვაჩვენო როგორ უთხრა გავტიალდით ალავერდის გადასწრით როგორ უთხრა ნაცხვიარი ამოვტენეთ ქაღალდით სიტყვით მხოლოდ ცარიელი სიტყვის ორიენტელით თუ ყლავაზარ წამოვდგენი კიდევ ორი ამდენი დავეცებით სხვა კიტაბის და იმ წარსულის მიმდობი დავეცებით და არასდროს არ გვექმნება დიდგორ საქართველო შვილებს უნდა ვაჩვენოთ და მზე როგორც ღვთისმშობელი ხატად გამოვასვენოთ როგორ მინდა აღარ იყოს ქართულ ჯიშის გადასვლა ჯიშის რასაც უჯიშობით ამაღლება არ აქვს როგორ მინდა ეს არ იყოს სადღეგრძელო მორიგი მოდის დიდი საქართველო მაგრამ მაინც მოდის კი როგორ მინდა ღმერთი იყოს მუდამ ჩვენი მფარავი როგორ მინდა პურს და სითბოს არ ავთხოვდეთ არავის როგორ მინდა მტრის ნაგებსვი ხელის გულზე შევიწვა მე ხომ ჩემი სიდიადე და სიმცირეს შევიცად როგორ მინდა ძმამ სიკეთით ეხლა მიმაგიეროს მერე ნახე როგორ ავსდეგე ფეხზე ღმერთო ძლიერო დაბრუნება სამშობლოში მოვინახულე მშობლიური მინდორველები აქ სილამაზე და სიტურვე უხვად შობილა იბიძგებენ დამისიდავენ თითქოს ხელები რომელთა გარჯით სიდიადე უკდა ყოფილა გზის გასაყარზე აღმოჩნდი დავეძებ არჩევას რომელს მივანდო ბედისწერა ჩემს სასუსხლისას როგორც ადამი გარდაცლობდა ედემს არცევას ისევე შეძლე კვლავ მოვშორდე მშობლიურ მიწას ჟივილ ჩიქჩიკის შემაგებეს ფრანტმა მერცხლებმა ზეცუ სხვაგვარად ანაწილებს ალერს და სითბოს გული ბობოქრობს პორტუნალებს და კვლავაც ერცხება დავიბადე და გავიზარდე ხელახლა თითქოს აქ შემხედრია ხმით ხელში მოყმე აქ მინახია დაჭერილი ვერთხი ათათი მგოსნის ნაკვალევს მოხე ამ წვანე მთებში ავიდგი ფეხი გული სიმღერით ამზენ დამიწვა დამწამ სოცნებას აქ დავეწევი ქართლო არ მიყვარ შენებრივ სხვა მიწა აქ ვიმღერებ და აქ დავეცემი ღმერთო მაღალო ღმერთო მაღალო მე სიცოცხლეს არ ვემდურები თუმცა ომებმა გამიმწარეს ნახი ბავშვობა იყო შიმშილი ეკლიანი საფეხურები თვალებზე ჩერაც ვერ მოასწრო ცრემლმა გაშრობა
ვერ გადავიტან, რომ ვიღაცამ ხარბი მიწოდოს და ამიტომაც ნუიფიქრებ, წლები მაჩუქო. მამულისათვის მომკალ, მზად ვარ, არ შემიცოდო. ისე კი მომკალ, რომ მუხლებზე არ დამაჩუქო. სხვადანარჩენი მოგონილია. ბედნიერი ვარ, რომ საუბრო ქართული ენით. ამავე ენაზე რომ კითხულობ შოთას, ირიას. ჩემს არსებაში რომ თუქთუხებს ქართული გენი, სხვადანარჩენი ასე ვფიქრობ მოგონილია. ბედნიერი ვარ, წინაპრების გზა მაქვს სავალი, ათეულობით საუკუნე გამოვლილია, დავით მეფის და ერეკლეს ვარ მომავალი. სხვადანარჩენი ასე ვფიქრობ მოგონილია. ბედნიერი ვარ დათოვლილი კავკასიონით, ბარი მოხატულ ფარდაკივით გადაშლილია, ცოცხლობ ბაგრატით, ალავერდით გრემით სიონით. სხვადანარჩენი ასე ვფიქრობ მოგონილია. ბედნიერი ვარ ჩაკრულოთი შაშვი კაკაბით, ხიდი ბოროტთან სამუდამოდ ჩატეხილია, მე უკვდავების უტყუარი დამაქვს საბაბი. სხვადანარჩენი ასე ვფიქრობ მოგონილია. ბედნიერი ვარ კიდევ იმით, რომ საგულეში მისცა სულელი გზა უეკლო და მუდამ ხსნილია, წყვილი მერცხალი ფარტყებს კვებავს მაღლა ბუდეში. სხვადანარჩენი ასე ვფიქრობ მოგონილია. ჩემი ღმერთი, მამულისთვის სასიკეთოდ, ვინც ისროლა ის არის. მიწის სუნი ვისაც ათრობს, ჩემი ღმერთი ის არის. მე არ მიყვარს მკითხაობა, მკითხავი და მისამი, ვინც რომ მამულს ენაცვალა, ჩემი ღმერთი ის არის. ქართულ გენის გამომჭედი, ვინც იყო და ვინც არის, ვინც სამშობლოს უპატრონებს, ჩემი ღმერთი ის არის. შეფასუტერე მაყურებლებო, დამთავრდა ჩვენთვის გამოყოფილი დრო. მე მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელ ჩვენს გადაცემას ჰქონდა თემატიური ხასიათი, უფრო ზუსტად კი მინდა გითხრათ, რომ ჩვენს მიერ წაკითხული იქნა, უпростоრად ჩემი სტუმრების მიერ წაკითხული იქნა ლექციები მამულზე, სამშობლოზე, ჩვენს მიწა-წყალზე. დიდი მადლობა მათ, თქვენ დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.